ხაშურში თევდორე მღვდლის 10 ნომერში მცხოვრებლების პრობლემა ისევ გადაუჭრელია. ათობით ოჯახს, როგორც თავად ამბობენ, ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება. კერძოდ მრავალსართულიან კორპუსში დაბზარულია კედლები, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და დაზიანებულია სახურავი. მოსახლეობა ადგილობრივ გამგეობას დახმარებას 10 წელია სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. ამ საკითხზე რეპორტაჟი ჩვენს ეთერში 4 თვის წინ გავიდა. მაშინ გამგეობაში თქვეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და საკითხის შესწავლას დაიწყებდნენ. თუმცა როგორც გაირკვა ავარიული კორპუსის მცხოვრებლების პრობლემით დაპირების მიუხედავად არავინ დაინტერესებულა. ნახეთ ჩოთა სადაღაშვილისა და რეზო რაჭაბაშვილის სიუჟეტი. ყურადღება საერთოდ არ მოუქცევით ჩვენთვის არავის არ უკითხავთ რომ რა გიჭით, რა გილხით, რა უნდა გავაკეთოთ. დაბზარული კედლები, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა და დაზიანებული სახურავი. ხაშურში თევდორე მღვდლის 53 ნომერში მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები 10 წელიწადზე მეტი არაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. ბოლო 10 წელიწადია წყლით ივსება პადლები. დრენაჟივით ხდება რაღაცნაირად გამწოვი სამხრეთის მხარეს გადის მერე ბინიდან სახურავიც ისეთი გადახურულია რომ ქარის დაბერვის შემთხვევაში აბაზავით ფრიალებს. სამხრეთით დაწეულია ბინა. თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას ძალიან კარგი იქნება. ამის გამო კიბეებიც ჩაიშალა. ჩვენი კორპუსი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სარდაფებში წყალი გროვდება და რამდენჯერმე მივაკითხეთ გამგეობას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყვა ამას. ჩვენ სახსრები არ აქვს, იმიტომ რომ ხალხი ძალიან უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია და არსებობს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ არ ვიცით. და თუ დაგვეხმარებიან და გვერდში დაგიდგებიან, ძალიან მადლობლები ვიქნებით ამით. ავარიული კორპუსის ბინადრები მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. ნათელა ბანცაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებლის დროული რეაბილიტაცია არ მოხდება, კორპუსის კედლები ჩამოიშლება. საფრთხეები იქმნება, რომ ხვალ ზეგ შეიძლება დაგვენგრეს ბინა და მოყვეთ შიდა. როგორც თბილისშია, დღეს არის დაინგრევა ერთი კორპუსი, ხვალ არის დაინგრევა მეორე კორპუსი, ვითომ ნარმანია აკეთებს, ისე აკეთებს ჩვენი გამგებელი აქაც. გამორიცხული არ არის, შეიძლება 5 დღეს ვიყო და ხვალ აღარა. მე 65 წლის ქალი ვარ, მაგრამ შვილები მყავს. ისეთი რომ ესე იგი რომლებიც მინდა რომ იცხოვრონ და გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ ეს უკვე რასაც შეგვპირდნენ შენაპირებად რჩება შვილო. არსებული პრობლემის და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლები ჩვენს გადამღებ ჯგუფთან 4 თვის წინაც საუბრობდნენ. მაშინ ადგილობრივ გამგეობაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და საკითხით დაინტერესებას დაუპირდნენ. თუმცა როგორც დახმარების იმედად მყოფი მოსახლეობა ამბობს, მათთან ამ დრომდე არავინ მისულა. მე ახლა პირველად თქვენგან გავიგე აღნიშნული პრობლემის შესახებ. შესაბამისად არ ყოფილა კორესპონდენცია ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში შემოსული მუნიციპალიტეტში. დავინტერესებით აღნიშნული ფაქტით და შესაძლოა უმოკლეს ვადებში ვიზრუნოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, თუ ნამდვილად არსებობს იქ ეს პრობლემა. დაეხმარება თუ არა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ ამ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებელს მივმართეთ. გიორგი გურასპაშვილი პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს. ავხანაგობა შეუძლია რომ იაქტიუროს რაღაც თავისი თანადაფინანსება გააკეთოს და ისეთი შედეგი თუ იქნება რაღაცა რომელიც რაღაცა საფრთხეს უქმნის კორპუსის არსებობას ნამდვილად მიეხმარება. ინფორმაცია არის ღია ახლა კორპუსის ავხანაგობის თავმჯდომარეობა ყველა ამის გარკვეულწილად ინფორმაცია გავრცელებულია ჩვენი Facebook-ის გვერდითაც და სხვადასხვა საშუალებებით. დახმარების მოლოდინში მყოფი ოჯახები ახლა თანადაფინანსების პროგრამის გაცნობას გეგმავენ. ისინი აღნიშნული პროგრამის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ. შესაბამისად სარგებლობასაც ვერ ახერხებენ.